პრინციპში სიმღერა დავიწყეთ, რომ გუნდთან ასოცირდება. რომ ეს სიტუაციასაც მართლში გულები დაახლოებით ოდვა წელი მიმღერე მართლში. შემდეგ ამიტაცლა მუსიკა. ჩავაბარე მუსიკალურში, ეგრეთ სახელობის ცენტრალურ მუსიკოს სასწავლებლებში. სამუსადები ჟოროზე და შემდეგ კიდევ უფრო სიღრმეში შევედი, გადავწყვიტე კონსერვატორიაში ჩავარებაც. ამ დროს მივხვდი, რომ პედაგოგად ჩერდებოდა ბიოჩოლიშვილი, ხოლო მასთან გადასული კანონის მიღწევია. და აქედან დაიწყო შემდეგ ჩავარდა კონსერვატორიაში. ერთული იყო ბინდის შექმნა და შემორჩენება. იმიტომ რომ ისეთ პერიოდში ჩამოვაყალიბებული რომ ასე მოყოლტობინდები იყო, თითქმის წარმოუდგენელი იყო ენთუზიაზმზე აი უბრალოდ რეპეტიციებზე სისტემატიურად სიარულიც კი ამ ხალხის. და ეს რო შევძელი გარედან იყო რაღაც ბრძოლები და ეს ძალიან რთული იყო. რომ ათმაგად უფრო მეტი შემოჭირდება იმისთვის, რომ ამერცინებდა მისწერები, რომ ჩვენ შევძლებთ წარმოების მიღწევას. ეს იყო ყველაზე რთული ჩემთვის. და ამის მომენტში ყველაფერს როგორც სირთულეს და გამოწვევას ისე ვდგებოდი და მარტივად ესე ვთქვათ არაფერი არ უსულა. რა თქმა უნდა ჩემი მასწავლებელია ჩემში. იმიტომ რომ მე რომ მუსიკალურში ჩავაბარე, ასე გადაწყვეტილი არ მქონდა რომ კონსერვატორიაში ჩავაბარებინა და დირიჟორმა გამოსულიყო. და იქ რომ ნახე დიდი მასწავლებელი ასთან ერთი თუ დააბრუნებო კი მოწერო. პრინციპულად. ეს ერთი სიტყვით რთულია, მაგრამ ყოველ პრინციპები არის. რო ვთქვათ, რომ ძალიან პოპულარულია და ასეთი როლი მივანიჭოთ ახლა ესე არა, მაგრამ თუ ამის პოპულარიზაცია მოხდება, თუ ბავშვი პატარა ასაკიდან დაიწყებს სამეცნიერო მუსიკასთან შეხებას, ის სხვანაირი ბავშვი და სხვანაირი მოქალაქე გაიზრდება. არათუ მომღერალი, არათუ მსმენელი, სხვანაირი მოქალაქე გაიზრდება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ ამას ჭირდება მეტი ყურადღება და მეტი აქცენტი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან. ამას მარტო მე არ ვამბობ, მის უცხოეთსაც მოусვენია, ყველა ერთად აღნიშნავს, რომ ეს არის უფრო მეტად ემოციური. ამ ემოციით განსხვავდება. ჩემს. უფრო მეტად უნდა შეეპაროთ ეს საქმე. თუ გიყვარს უპირობო და უსასრულო ყველაფერი გამოვა. მე ესე მგონია. აი თუ ფარხმალს დაყრის, მაშინ არ გამოვა. ფარხმალი არ დაყრის. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის ახლა ეს სიტუაცია, რომ ბევრი სტუდენტია და ერთი გუნდია და ასე ხშირად ვერდგებიან. რეალურად პრაქტიკაში იზრდება დირიჟორი. მე მაგალითად ჩემს თავზე ვთქვა, რომ დავამთავრე იმის მერე მომრავი რაღაც ვისწავლე უშუალოდ გუნდთან პრაქტიკაში და ყოველდღიურობაში. რასაც ფიზიკურად ვერ მოასწრებ კონსერვატორიაში და სხვადასხვა შეიმჩნევა. ამიტომ პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია დირიჟორისთვის. ქართველი ისე პეტროვი. ისე რაუნდად. ერთ დღესაც მე ვფიქრე, რომ ვარ ცალო ის გაკეთება. და ჩემი მოტივაცია ის იყო, რომ თუ რაღაცა ისეთი ხილებული არ გამო, ყველაზე მინიმალურად რაღაცა პრაქტიკა მაინც მექნება, მოყვარული მომღერალი როგორ ამომღერა. რაღაცა მაინც წამადგება, ასე მივიდექი. შემდეგ ისე განთავდა ყველაფერი, რომ 2-3 წელიწადში უკვე რაღაც ისეთი მიზნები გაჩნდა, ამოცანები გაჩნდა, რომ იმის მერე ასე ვთქვათ არ ამისუქოს. ყოველი მიზნის მიღწევის შემდეგ ახალი მიზანი ჩნდება, რომელიც აუცილებლად მისაღწევია. და ესე გავიდეთ 12 წელი. 2013 წელს, 22-ს. ის პერიოდიც კი გავიარეთ, რომ ჯერ გომარადამდე იყო და მერე გამთავრდა. უკვე დიდი დროა გასული.
ეგ მგონია რომ ისე 19 წლის ვარ და სტუდენტებთან ერთად ვიჟავდაც მიყვარს. ლუდის დალევაც, მაგრამ მანდახარ ვფიქრობ მე უკვე ბებერი ვარ მე მგონი ის ვიჟაზე ვიქნა.